ზე არ გადის. ამასთან მან 600 კი არა, ზუსტად 620 ლარი მოითხოვა. რეგილაშვილს არც თავისი მანქანა ყავდა, თავისი გაპიროვნებული მანქანა. აი საპატრულო მანქანა. არც ცხინვალის რეგიონში გადასვლის უფლება ჰქონდა და არც მით უმეტეს ქარელის ტერიტორიიდან გამოსვლისა. ანუ რა შეჭირდებოდა ქთამის სახით აღება ამ თანხის თუ კაც არ შეეძლო რაიმე მოქმედების შესრულება. აქ იყო მოლაპარაკება, თუ შეიძლება ამას მოლაპარაკება დაიქმნოდა მოთხოვნა, რომ მას დაებრუნებინა ვალი. ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ მოიძია მტკიცებულებები. მართლა არსებობდა თუ არა რამზან თედეევი. ჰქონდა თუ არა მას ლორის რუსოს ვალი. საერთოდ არსებობდა თუ არა შამპუნევისგან შემდგარი ტვირთი, ან ამ ტვირთის საგუშაგოზე უსაბუთოდ გადმოტანის ფაქტი. ის მთლიანად დაეყრდნო დაზარალებული ჩვენებას. დაცვის მხარემ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან გაარკვია, რომ ასეთი პიროვნება რამზან თედეევი ცხინვალის რეგიონში არ ირიცხება. სასამართლომ თეიმურაზ ედილაშვილს 6 წლით თავისუფლების აკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელისვა და 1 წლით შეუმცირა. დღეს ის აბჭალის კოლონიაში იხდის სასჯელს. –2004 წლის დეკემბერს დაზარალებულმა ლორის რუსომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დათა ახალაიას მიმართა. სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, რომ ამ შემთხვევაში თაღლითად შერაცხული ადვოკატი ნანა ჯახველაძე აღმოჩნდა. ბაგაშაკმა მას რუსთავის ადვოკატურაში მიაკითხა 2004 წლის შემოდგომაზე. ცოლთან გაყრილი ვარ და ამისთვის სასამართლო გადაწყვეტილება მჭირდებაო. ადვოკატმა საჭირო საბუთები მოსთხოვა იმისთვის, რომ საქმის სასამართლო წარმოება დაწყებულიყო. საბუთი გვაქვს, რომ მამასთან ცხოვრობდა ბავშვი, რომ რუსთავს მიიღო თავის წარმოებაში, რა. ეს საქმე რუსთავის განსჭადი ყოფილიყო, იმიტომ რომ მოპასუხე როგორც ამოდა ცოლი თბილისში ცხოვრობდა მის ამასთან და ამიტომ საჭირო იყო ცნობა იმისა, რომ მამასთან ცხოვრობდა შვილები. ბაგაშაკმა ადვოკატს ცნობა არ მიუტანა და კუჩი მიტანილ განცხადებაში დაწერა. 2 თვის წინ მიმართა ქალაქ რუსთავის სასამართლოს, სადაც ავიყვანი ადვოკატი ნანა ჯახველაძე. მე მისი მოთხოვნით მიუტანე ყველა საჭირო საბუთები. ამის შემდეგ, როგორც ადვოკატ ნანა ჯახველაძე მითხრა, საქმე დაეწერა ნატა თედეშვილს, მოსამართლეს, რის შემდეგ მე და ადვოკატი შევედით მოსამართლე ნატასთან და ავუხსენით მიზეზი. მოსამართლე ნატამ თქვა, რომ თუ საბუთები რიგში იქნება, დამიჯდებოდა 250 ამერიკული დოლარი. სპეცოპერაცია დაიგეგმა და ქიმიურად დამუშავებული 300 დოლარით ხელში ლორის რუსო ადვოკატს მიადგა. ეს ფული ეგრევე ჩამიდო თვითონვე რა, ეს გადაკეთილი იყო. არც დამუცლია. და მითხრა ეგრევე წავედით სასამართლოში მოსამართლესთან იკითხე, როდის ჩანიშნავსო. ან რამე ხო არ გვაკლიან რაღაცა, რომ მე მივიდოდ ყოველ დღე არ შემიძლება რომ ვიარო თქვენთან რა. კარგი მეთქი ეგრევე ჩავედი და კიბებზე რომ გამოდიოდი ის მეორე ადვოკატის შემხვდა რა ეს გოგო და ეს ფული ეგრევე დაუტოვე. მეთქი ჰაიკა ორდერები გამოწერე მეთქი. ისე რომ ფული არ წამიღია სასამართლოში მაღვაროვავები. ემან ვერ დამინახე წინ ჩამოვიდა. აქ კიბერზე წინ ჩამოვიდა. მეც უკან გამოვყევი, დაუტოვე ეს ფული და ავედით მეორე სართულზე. მოსამართლეს ქონა პროცესი. ეს კიდე მაძალებს, რომ გინდა თუ არა შევიდე მოსამართლესთან, იმან ხო იცი რომ ფული ჯიბეში მაქვს და ამით უნდა რომ შევსულიყავი რა. და ესენი ჩემომყვებოდნენ თუ მთელი ტელევიზიები ყველაფერი. ლორის რუსოს ჯახველაძესთან საუბრის დროს ფარული კამერა ეკეთა. ამ ჩანაწერის სტენოგრამა თვითონ რუსთავის პროკურატურის გამომძიებელმა გაშიფრა. 4-გვერდიან დიალოგში ლორის რუსო 12 ჯერ სთხოვს ნანა ჯახველაძეს მოსამართლესთან შესვლას. სტენოგრამიდან ირკვევა, რომ ჯახველაძე მოსამართლესთან შედის და რამდენიმე წუთში გამოდის. ლორის რუსო მადლობას უხდის ჯახველაძეს, რომ თანხა გამოსძალა და გაათავისუფლა. კიბეზე ჩამოსვლისას ლორის რუსომ ადვოკატს კიდევ 100 დოლარიანი მისცა და გაუჩინარდა. სასამართლოს შენობაში სპეცოპერაციაც ამ დროს დაიწყო. ტელეკამერების თანდასწრებით კუდის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესი შეაჩერეს და მოსამართლე გაჩხრიკეს, მაგრამ მას ქრთამი არ აღმოაჩნდა. გაჩხრიკეს მოსამართლე, ყველანაირად ახლა სისულელი არაფერი არ იყო, ნამდვილად რა უნდა ყოფილიყო. ჩამოვიდნენ ჩემთან, მეც გამჩხრიკეს და ფული არ ჩემთან არ აღმოჩნდა. იმიტომ რომ მეორე ადვოკატს დაუტოვე, მაგრამ იმას გამოვართეს იმ ადვოკატს, შემომიტანეს და დამიძეს ესე. პირდაპირ უთხარი და კიდევაც ისმის რა, მე კაცში რომ მე ჩემი ჰონორარია და მე მარტო ჩემი ჰონორარია ვიღე. ეს იყო ორდერების ფული და ჩვენი ორი ადვოკატი ვიყავით და ჩვენი ჰონორარი. ჩვენი თანამშრომელი დღევანდელი ერთ-ერთი იქ მუშაობდა იმ დროს ნატა თედეშვილის თანაშემწე იყო და ზუსტად იცის როგორ მოხდა ეს ამბავი, როგორ ჩაუვარდა კუც ეს ოპერაცია მათი ჭკვით დამზადებული, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ცდილობა მოეხდინათ დანაშაულის პროვოკაცია
პროვოკაცია იყო, როდესაც ისინი სთავაზობდნენ ხთამს თედეშულს და რო ეგონათ რომ თედეშულმა აიღო ხთამი, აღმოჩნდა რომ სემბლში არაოღია. ჩაშლილი სპეცოპერაცია არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. კუდის ჩავარდნილ ოპერაციას ვინ გადასცემდა, ვინ გაბედავდა, ვინ იტყოდა რომ კუდმა რაღაცა პროვოკაცია გააკეთა დანაშაულის. ახლა ვერ გავიდნენ ხთამზე, ხო? იმიტომ რომ მოსამართლე გაჩვიკეს, აი ჩაეშალათ გეგმა და იქ რომ მიმიყვანეს დაჟე კუდში რომ მიმიყვანეს, იმას მეუბნებოდნენ რომ რაღაც თვეების ნამუშევარი ჩაგუშალევ შენ ვინახარო, რა პრემიები დაგვაკარგინეო. ესე კითხე? და მაძალებდნენ სართულიდან სართულამდე რომ მოსამართლეზე მეთქვა რამე. ამ პროცესში არა მხოლოდ ვაგარშაკ ლორისრუსოს პროვოკატორობა იკვეთება, არამედ ისიც რომ ის ჩადის დანაშაულს, როდესაც ახორციელებს სრუდასმენას და რეალურად ის უნდა იყოს დაჭერილი სრუდასმენაზე, რაც არ ხორციელდება ბუნებრივია, იმიტომ რომ ის არის აგენტი, რომელიც ჭირდება ახალი დანაშაულების პროვოკაციისთვის. ჩაშლილი გეგმის შემდეგ ვაგარშაკ ლორისრუსომ გადათქვა თავდაპირველი ჩვენება და დაწერა, რომ მას მოსამართლემ კი არა ფული ჯახოლაძემ მოსთხოვა, ხოლო ის ქალი, რომელიც მას ჯახოლაძემ გააცნო, ნატა თედეშვილი არ აღმოჩნდა. ჯახოლაძეს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში. რუსავის სასამართლომაც და სააპელაციო სასამართლომაც მას 2 წლის პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვაგარშაკ ლორისრუსოს შემდეგი მსხვერპლი 3 არასრულწლოვანი იყო. დავითი, იულია და იურა მეზობლები იყვნენ და მე-13 სკოლაში ერთად სწავლობდნენ. ერთხელ მეზობლის მიტოვებული სახლი გაიქურდა და სახლის პატრონმა პოლიციას მიმართა. პოლიციამ 3 არასრულწლოვანი დააკავა. გლდანი ნაძალადევის სასამართლომ კი მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეში ბავშვების ადვოკატი ლალი აფციაური ჩაერთო. სრულიად შემთხვევით მე ვიყავი ნომერ 1 საპრობილეში შესული, ნახე იქ სიცხიანი ბავშვი, რომელიც ამოიყვანეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის კაბინეტში და დამაინტერესდა რა ხდებოდა ამ ბავშვის შემხედე რომ ეს იყო სრულიად თოთვა, ეს პატარა ბავშვი, ფიზიკურადაც პატარა ბავშვი, გარდა იმისა რომ ასაკი გამოიყურებოდა ვიზუალურადაც ძალიან ისე ცირე ასაკი გამიკვირდა, ძალიან დავინტერესდა რატო იყო ეს ბავშვი და რატო არ მოხდა მას თქვათ ექიმების ჩარევა. აღმოჩნდა რომ იქ არ იყო სამკურნალო საშუალებები, არ იყო პრეპარატები, ეს ბავშვი სიცხისგან იწვებოდა. მე რა თქმა უნდა ჩემი საქმე მივატოვე, გადავდე სასტრაფო წესით გამოვიძახეთ ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი, ამოვწერეთ უფასო ორდერი. პოლიციას ბავშვების წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცება ჰქონდა, რომელიც დავითის სახლიდან იყო ამოღებული. ეს იყო უთო, რომლის გამოშვების თარიღი 1984 წელია. უთო იმდენად ძველი იყო, რომ მას ელექტროენერგიაზე შესაერთებელი სადენიც აღარ ჰქონდა. თვითონ დავითი დაბადებულია 1989 წელს, უთოს წარმოებიდან 5 წლის შემდეგ. ამ მტკიცების ამოღების ოქმს ხელს აწერს ვაგარშაკ ლორისრუსო. აღნიშნული დოკუმენტი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ბუნებაში არ არსებობს, ასე ვთქვათ. შემდგომში უკვე გამოიკვეთა, რომ აი ეს საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა ჩატარებული და უბრალოდ დოკუმენტი შედგა და აი ამ დოკუმენტზე ხელი მოწერილი ზუსტად აი ამ ლორისრუსოს. არარსებული ქურდობის ფაქტზე შედგა არარსებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები. აი ამის თქმა მინდა და ეს აგენტები მათი ჩვეული წესია აი ეს საქმეებზე ხელის მოწერა, მას ეს არ უჭირთ. საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა დამცველის შუამდგომლობა. საპროცესო მოქმედებით ბავშვების უდანაშაულობა დადგინდა და საქმე შეწყდა. დიდი გამოცდილების მქონე ადვოკატმა ოთარ ბერიშვილმა გამოსცა წიგნი ადვოკატის სადეგი დღეები, სადაც თავისი საადვოკატო საქმიანობის კონკრეტული შემთხვევებია აღწერილი. წიგნში 3 სხვადასხვა საქმეა მოხსენიებული, სადაც დაზარალებული ვაგარშაკ გაიკისზე ლორისრუსოა. არქიტექტორ ცანავას საქმე. ფაქტიურად ცანავას ფული არაუხია. იქ სხვა იყო მისი თანამშრომელი ის გააბა მახეში ვაგარშაკ რუსომ, მე იმის მეშვეობით ცანავა 1999 წელს თბილისში 20 კვადრატული მეტრი მიწის შესაწყიდად არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი